არის დღეს თემი იმდენად ძლიერი, რომ რაღაც ღირებული ცვლილებები გამოიწვიოს საკუთარ თემში. 91 სახალხო დაფინანსების კამპანია განხორციელდა ორბელიანი მეტის პლატფორმაზე და დაახლოებით 300,000 ლარზე მეტი თანხა შეგროვდა თვითონ უშუალოდ მოსახლეობისგან. ეს მაგალითები ჩემთვის არის იმის დადასტურება, რომ ტყუილს ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება, როცა ამბობს, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს, რას ვაკეთებთ ჩვენ. ვანის მუნიციპალიტეტიდან იყო სკოლის მასწავლებელი ხარ და ვასახელებ კონკრეტულად რომელი სკოლის. შემოტანილი ჰქონდა ძალიან კარგი იდეა, გაიმარჯვა ამ იდეა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ მეორე დღესვე გაატანინეს ეს იდეა. ესეთი ფაქტი ჩვენ არ გქონია. მიზეზი ის, რომ ვთქვათ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ არის დაფინანსებული და მაინც ვთქვათ, რაღაც პრობლემები თავი შევიკავოთ. ამით ზიანდება ისევ თემი, იმიტომ რომ იქ ეს აქტივიზმი აღარ არის, ეს ნიშნავს, რომ არანაირი სიახლე არ შედის, არანაირი პროექტი აღარ ხორციელდება დამატებით მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად და ეს უკვე პრობლემაა. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას. ჩვენ წინა პოდკასტებში ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანი არის თემის აქტიურობა, მობილიზაცია და ვისაუბრეთ, როგორი გამოცდილება ჰქონდა საქართველოს ამ მხრივ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში იმ კარგ მაგალითებზე, რაც ჩვენ ისტორიულად ჰქონდა. იქნებოდა ეს, ვთქვათ, გულგულა, იქნებოდა ქვემო-მაჩხაანი, სადაც სასწაული რამ გააკეთეს, როცა სოფელმა თეატრი ააშენა საკუთარი სახსრებით და შემდეგ ამ თეატრს პატრონობდა, უვლიდა და იქ საოცარ წარმოდგენებსაც დგამდა და ძალიან ბევრი ამგვარი ფაქტის შესახებ ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ ჩვენ ახლა რეალურად გვიჭირს ძალიან ეს სათემო მობილიზაცია და სათემო ინიციატივების განხორციელება მუნიციპალიტეტებში. ამას თავისი მიზეზები აქვს, თავისთავად ცხადია. დღეს ამაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ორბელიანის ფონდის წარმომადგენელი გვანცა კაკაურიძე, რომელიც გარდა იმისა, რომ ამ ფონდის, ამ ორგანიზაციის პროექტებშია ჩართული, თავადაც არის სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი და რეალურად მან ძალიან კარგად იცის, რა პრობლემებია მის თავს. პირველ რიგში, მადლობა რომ მოხვედი. მაინტერესებს რამდენად აქტიურია თემი დღეს იმისთვის, რომ რაღაც საერთო ინიციატივები ჰქონდეს და ამ ინიციატივებს როგორღაც მერე რეალიზაციის გზებიც მოუპოვოს და ფრთები შეასხას. არის დღეს თემი იმდენად ძლიერი, რომ რაღაც ღირებული ცვლილებები გამოიწვიოს საკუთარ თემში. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ მოგვეცა შესაძლებლობა თქვენი სტუდიის სტუმარი ვიყოთ. პირველ რიგში ორბელიანის ფონდზე ორი სიტყვით ვიტყვი, რომ 2014 წლიდან არსებობს ორბელიანი საქართველოს სახელწოდებით და ეხლა უკვე ორბელიანის ფონდის სახელით ფუნქციონირებს და აი ამ ხნის განმავლობაში ძირითადი აქცენტი არის ხოლმე ჩვენი პარტნიორობის და პროექტების რეგიონი და მუნიციპალიტეტების შესაბამისად რაღაცნაირად წლების განმავლობაში გვაქვს გამოცდილება დავაკვირდეთ როგორია ტენდენცია. მინდა თან ბოდიში რომ გაწყვეტინებ, თან თქვენი ორგანიზაცია ძალიან უნიკალური ორგანიზაციაა რეალურად, იმიტომ რომ ის არ მოიაზრებს მხოლოდ მაგალითად დონორ მხარდაჭერას, რომ დონორმა მოგცეთ რაღაცა განსაზღვრული თანხა, თქვენ გქონდეთ რაღაცა იდეა ადგილზე და ჩახვიდეთ და ეს არა, ეს არის თანამონაწილეობა, მათ შორის ფინანსური თანამონაწილეობა, ფიზიკური იდეებით თანამონაწილეობა. მოკლედ, მთელი პროცესი თქვენ აწყობილი გაქვთ სწორედ აი ამ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან სიტყვაზე, რასაც ქვია თანამონაწილეობა. და ის სწორედ აქედან გამომდინარე, უფრო მეტიც გეცოდინებათ, ხო? ახლა მთელი 10 წელზე მეტია უკვე ოპერირებთ და თან ბევრი მუნიციპალიტეტი გაქვთ მოცული. ამიტომ კარგად იცით ადგილობრივი პრობლემატიკა ამ მიმართულებით. კი. და გამოწვევები რა გვაქვს. აი ეს რაც გვაქვს ახლა და რითიც განსაკუთრებით პოპულარულია ორბელიანის ფონდი არის სახალხო დაფინანსების პლატფორმა ორბელიანი მეტი, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. ეს ინოვაცია არის საქართველოსთვის, იმიტომ რომ ძირითადად პრინციპი ესეთია, ხო, აქამდე რაც ყოფილა, დონორი ორგანიზაციები გასცემენ თანხას, იქნება ეს თბილისში მოქმედი ორგანიზაცია თუ რეგიონში და მერე ის უშუალოდ ახორციელებს ან შეიძლება თავად გასცეს სხვა
პატარა სათემო ორგანიზაციაზე. ორბელიანის ფონდის შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი დონორსა და განმახორციელებელ grassroot თქვათ ადგილობრივ ორგანიზაციას შორის, მაგრამ ამ პროცესში ჩავთათ ასევე მოსახლეობა, რასაც თქვათ ეს სახალხო დაფინანსების მექანიზმი გვაძლევს რის საშუალებასაც. მაგალითად, ესე მუშაობს ჩვენი პროექტები, ვაცხადებთ იდეებს, თუ იმ შემთხვევაში თუ გვყავს დონორი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში UNDP-ის პროექტის თქვათ დონორი არის ჩვენ და ასევე ყოლია USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროექტი და როდესაც დონორი თქვათ გასცემს თანხას, იმ თანხის ფარგლებში ამას პლუს ვეუბნებით თქვათ იდეის ავტორებს, ვინც გაიმარჯვებს, რომ მათ უნდა შეაგროვონ რაღაცა, იქნება ეს 30 თუ 35% ან 25-იც სამიზნე თანხის მოსახლეობისგან და თუ იმ რაღაც მინიმუმს შეაგროვებენ, რაც საჭირო არის, მე უკვე დონორისგან მიღებული თანხის ფარგლებში პირადად ჩვენ ვაწარმოებთ ხოლმე შესყიდვებს. გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ადგილობრივი და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებს არ აქვთ არც პროექტის წერის, არც შესყიდვების და ეს ბუღალტერიის წარმოების საერთოდ არ იყოს ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი იყოს, თქმა უნდა, შეზღუდვა ხომ არ არის. ხო, არ არის. და ამიტომ ახლა ერთი კონკრეტული ადამიანი ამას ვერც გააკეთებს. და მე უკვე ჩვენ ამ თქვათ შევუსყიდით საჭირო ნივთებს და ის უკვე ხალხისგან შეგროვილი თანხის ფარგლებში ის ასევე ახორციელებს კონკრეტულ აქტივობებს და ფაქტიურად ეს გარდა იმისა, რომ იმ თემის მოაქვს კონკრეტული ინიციატივას თქვათ კარგი შედეგი თან იფსახურებს ხალხის მხარდაჭერას, იმიტომ რომ იმ ადგილობრივებსაც აქვთ წვლილი შეტანილი იმ კონკრეტული იდეის განხორციელებაში, იმიტომ რომ თანხა შესწირეს და ეს არის მონაწილეობის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი და რასაც უყურებთ მუშაობს თავიდან რა თქმა უნდა იყო კითხვები რამდენად შეძლებდა თქვათ მოსახლეობა ამ მექანიზმის გათავისებას, იმიტომ რომ ვიცით საქართველოში ძირითადად თანხის შეგროვება ხდება, როდესაც ვიღაცას პირადი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და რაღაც სიკვდილის საზოგადო საქმის სამწუხაროდ ამ 70 წლიანმა ოკუპაციამ ეს მოიტანა, რომ საზოგადო საქმის შეგრძნება ნაკლებია. რეალურად ვიცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ყველაფერს სახელმწიფო აკეთებდა და ადამიანი აბსოლუტურად გამორიცხული იყო მთელი ამ პროცესიდან. ამიტომ ახლა იმ რელსებზე დაბრუნება, რისი ისტორიული გამოცდილება რეალურად ჩვენ გვაქვს, ძალიან გვიჭირს და პლუს ამას ემატება ალბათ სოციალური ფონიც, იმიტომ რომ ადამიანებს მაინც რაღაცა თავის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე უჭირთ ხოლმე რაღაცა საზოგადო საქმისთვის თანხების გამონახვა და გადადება და ეს მაინც პრობლემაა. აი თქვენც 800 დასაწყისში მარჩხანის თეატრი ხო ჩვენც მაგას ვიზახით ხოლმე რომ ეს პრინციპში ინოვაციას კი ვიზახით, მაგრამ არც თლად ასეთი ახალი არ არის საზოგადოებისთვის. ჩვენ საუკუნეების წინ გვქონდა ამის გამოცდილება, რომ საზოგადო საქმის მათ შორის წერა-კითხვის გამორჩევის საზოგადოება, ჩვენ მაგალითად ტრენინგებს რო ვატარებთ ხოლმე, ასევე ვეუბნებით, რომ ეს წერა-კითხვის გამორჩევის საზოგადოებამ რო შექმნა და ააშენა ბათუმში სკოლა, ის ზუსტად მოსახლეობის შემოწირულობებით შეიქმნა და განათლებაში ხალხი დებდა ხო თანხას და იგივე ფაქტიურად ამ გამოცდილების გურიაში, როდესაც გურიის ბიბლიოთეკები შეიქმნა და რა ვიცი, უამრავ ადგილას ხა ფაქტიურად რაღაც ტრადიციის და ისტორიის გაცოცხლება არის ეს პროცესი ნამდვილად და რაც სტატისტიკა რასაც გვიჩვენებს ხო დაახლოებით ეხლანდელი 5 პროექტის ჩათვლით 91 სახალხო დაფინანსების კამპანია განხორციელდა ორბელიანი-მეტის პლატფორმაზე და დაახლოებით 300,000 ლარზე მეტი თანხა შეგროვდა თვითონ უშუალოდ მოსახლეობისგან. დონორული მხარდაჭერის გარეშე, ხო, დონორების მხარდაჭერა უკვე $1 million ხდება, იმიტომ რომ ის ძირითადად წილი მათზე მოდიოდა, მაგრამ ის რომ მოსახლეობა ამაში ერთვება და საკმაოდ დიდ გამოცდილებასაც იღებს, ძალიან ისეთია პოზიტიური წინსვლა. ეს რას მაჩვენებს მე კიდევ? აი, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცალკე თავი გვაქვს ჩვენ მოქალაქეთა მონაწილეობის და იქ განსაზღვრულია მონაწილეობის ფორმები. გარდა ამ კოდექსისა კიდევ დავნერგეთ მონაწილეობით ბიუჯეტირების პროგრამები და მოკლედ ყველანაირად ვცდილობთ მოქალაქის გააქტიურებას, მაგრამ სულ არის ეს რაღაცა განსაკუთრებით თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სულ გვესმის, რომ იცი რა მოქალაქე არ არის აქტიური, იცი რა ადამიანებს ეზარება ჩართვა, რომ ინდიფერენტულია, რომ არაინტერესებს, რომ ურჩევნია თავის ნაჭუჭი იყოს. მე მგონია, რომ ეს არის მითი და რაღაცა თავის გასასამართლებელი მიზეზი იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაამართლონ ის, რომ ისინი საკუთარ მოსახლეობასთან არც კი მუშაობენ და მათ გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს. და აი ის, რაც ახლა შენ სტატისტიკა მოიტანე, ერთ-ერთი დამადასტურებელია იმის, რომ
თუ სწორად ახორციელებ პროექტს, თუ სწორად ურთიერთობ ადამიანებთან, ამას შედეგი აქვს და ინტერესი მოსახლეობას აქვს. მეც მქონდა პროექტები, ახალგაზრდული პროექტები მქონდა განსაკუთრებით, სადაც არნახული იქთან არჩევნების გზით ხდებოდა მერე იმის, რა ქვია, პროექტების შერჩევა და იყო სოფლები, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე მეტი ამომრჩეველი მოგვსვლია კენჭისყრის დღეს. ეს მაგალითები ჩემთვის არის იმის დადასტურება, რომ ტყუილს ამბობს ადგილობრივი ხელისუფლება, როცა ამბობს, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს, რას ვაკეთებთ ჩვენ. თქვათ მე პირადი გამოცდილებაც მაქვს ზუსტად მაგ თქვათ მონაწილეობის მექანიზმების გამოყენების, იქნება ეს პეტიცია თუ თქვათ საერთო კრებების თემა და პირადი მოსახლეობასთან როცა მქონია კომუნიკაცია, ერთი არის ის, რომ როდესაც შედეგის მოლოდინი არ აქვს ადამიანს, არც აქვს დასაწყისში ჩართვის სურვილი, ყველაზე მეტად ეგ თქვათ ინდიფერენტულს ხდის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს. გონიათ რომ მე რა იქნება, ხო? რო ჩავერთო, მაინც შედეგი არ იქნება. გონია რომ თვითმმართველობა, თქვათ ადგილობრივი თვითმმართველობა არ ცდილობს რომ წაახალისოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ცოტა მეტი თავის ტკივილია, მით უმეტეს მე ანგარიშვალდებულება ეზრდება და ამიტომ აღარ უნდა. თქვათ აი მაგალითად მცხეთის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ, მეც პირადად სოფელ მუხრანში და მქონია გამოცდილება, რომ თუნდაც ეს საკრებულოს ხდომები, რომელიც საჯაროა და ალბათ უნდა იდებოდეს ანონსი წინასწარ, იმიტომ რომ კანონში გიწერია, რომ გაქვს დასწრების უფლება და თუ წინასწარ არ ვიცი, როდის იმართება მე საიდან აღვასრულებ, ხო, ამ მონიჭებულ უფლებას, ამის გამოთხოვის შესაძლებლობაც არ გქონდა ინფორმაციაც, არ მიგვიღია, რამდენჯერმე გქონდა ეს მიმართვის მცდელობა და აი ეს რაღაცნაირად არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ხელოვნურად ჩაიხერგოს ხოლმე ეს გზები და მე უკვე მოსახლეობას აღარ აქვს ინტერესი ამ მეთოდების მიმართ. ერთი ის რომ თქვათ ცდილობს ყველანაირად თვითმმართველობა რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდეს მოსახლეობასთან, არ შეეხოს იმ მეთოდებს, რაც არსებობს, არ გააქტიუროს, იმიტომ რომ მაგათ თუ გაიგო ადამიანმა რომ რაღაც გაკეთებას აზრი აქვს, მე შეიძლება ისეთ რაღაცებში გადავიდნენ, რაც მე უკვე მათ აღარ აწყობთ და ასევე არ აქვთ ხოლმე წარმატების მაგალითები და ორბელიანი მეტის შემთხვევაში ნებისმიერი იდეა, რომელიც ანონსდება, მერე ჩვენ განსაკუთრებით, როდესაც დონორთან გვაქვს ურთიერთობა, მონიტორინგის მექანიზმია, რომ ჩავდივართ და იქ გაკეთებულს ვიღებთ და მერე თქვათ ფოტომასალას ვათავსებთ და თვითონ ეს იდეის ავტორებიც იღებენ ამის პასუხისგებლობას, რომ განათავსონ მერე ფოტომასალა და მიეწოდონ ინფორმაცია და ძალიან ესეთია შედეგობრივია ხოლმე ეს იდეები, ანუ ვიღაცა წირავს თანხას და მერე ხედავს, რომ ის კონკრეტული აქტივობა ან იდეა განხორციელდა და მერე мотиваცია აქვს თავის შედეგს. ამას უვლის კიდეც ალბათ, ხო? ხო, მაგალითად, მე სარგებლობს, ხო, ის საზოგადოება იქნება ეს, არ ვიცი, შეხვედრების სივრცე ახალგაზრდებისთვის, ბიბლიოთეკა, მაგალითად, სოფელ ნიქოზში იყო წლების წინ საცოცი კედელი გაკეთდა ბავშვებისთვის. ეხლა შაშან იყო კასპში, ერთ-ერთი ბიჭი არის სოფელ სასირეთში და თქვათ ეს სპორტ დარბაზი მოაწყო და ასე შემდეგ. და ის მერე ახალგაზრდები არიან თუ ადგილობრივები, ამით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, რაღაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ხოლმე და მგონია, რომ ეს მეთოდი, რაც ორბელიანი მეტს აქვს, ხო? ძალიან როგორ თქვა, სწრაფია, შედეგზე ორიენტირებულია და ხელშესახებია. ჩვენს ძირითადად იდეებს, როდესაც ვარჩევთ, ხოლმე ეს მდგრადობა ერთ-ერთი კომპონენტია იმის, რომ ანუ თქვა არ ვაფინანსებთ, არ შეიძლება ტრენინგს არ ვაფინანსებთ, რაღაცა კამპანიებს ნაკლებად ვაფინანსებთ, გვინდა რომ რაღაცა ფიზიკურად ხელშესახები იყოს, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში მგონია, რომ ადგილობრივი დონეზე, განსაკუთრებით რეგიონებში, ეს ფიზიკურად ხელშესახები უფრო ჩანს და უფრო თქვა ახმადია. იცი რა ვფიქრობ, მოდი რაღაცნაირად თვითმმართველობას დავანახოთ, რა შეიძლება რა ნაბიჯები უნდა გადადგან იმისთვის, რომ თუ მართლა უნდათ რომ მოქალაქე ყავდეთ აქტიური, გააქტიურონ ის. აი, თუნდაც თქვენ მაგალითზე, ამ ორგანიზაციის მაგალითზე, რა ნაბიჯებს გგავთ იმისთვის, რომ მოქალაქე გააქტიურდეს? როგორი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მასთან? რა ტიპის რაღაცა ინიციატივა უნდა შესთავაზოს?
რას ურჩევდი? რაღაცა პატარა სახელმძღვანელოსავით უცებ მოუყვეთ რა გააკეთოს თვითმმართველობა მამისთვის. ყველაზე ესეთი ოქროს წესი რაც აქვს ორბელიანის ფონდს შექმნის დღიდან არის რომ ჩვენ არავის არ ვეუბნებით რა უნდა გააკეთოს. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ რომ მოვიძიოთ რესურსები ამ ადამიანებისთვის, რაც შეიძლება გავუმარტივოთ პროცესი, ის იქნება ბიუროკრატიული თუ რაღაცა ადმინისტრაციული. და იმათ ჩვენზე კარგად იციან რა სჭირდებათ იგივე სოციუმში და თემში. აი რაც ვერ გაიგო თვითმმართველობამ, ხო? ეს არის ზუსტად რომ მაგალითად ადრე ერთ-ერთ პოლონეთში, მოკლედ ევროკავშირის სივრცეში ტარდება ხოლმე ესეთი დემოკრატიის, ანუ ინოვაციური დემოკრატიის ჯილდო არის დაწესებული და მაგალითად ქვეყნის მიხედვით არის ხოლმე რაღაცა იდეები, რომელიც იმარჯვებს და ერთ-ერთი მახსოვს პოლონეთის იდეა იყო ერთ-ერთი ქალაქის მერიამ გამოაცხადა ესეთი, თქვათ, იდეების კონკურსი, როგორც მაგალითად ორბელიანის მეტი აკეთებს ხოლმე იდეების კონკურსი და ნებისმიერ თემს შეძლო ეს წარედგინა ეს იდეები. მგონია რომ არ ვიცი, მგონი თბილისსაც ჰქონდა ეგ შენი იდეა მერს და რამდენი წელი იყო, თუმცა ეს შენი იდეა მერს სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა დაიწყო, ჯერ თბილისმა დაიწყო და ოღონდ მერე რაღაცა უცნაურად გადააკეთეს რა პეტიციების, ანუ იდეებად კი არ პეტიციების პორტალად გადააკეთეს. რეალურად არაფერი იმ პორტალის არსებობა შედეგი არ ქონია, იმიტომ რომ თბილისში არც ერთი პროექტი არ გახორციელებულა, ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში დაიწყეს და ჩაივურის წყალი დალია ამ ვებ პორტალმაც და ყველა დანარჩენმა, იმიტომ რომ ღია მმართველობის პროგრამიდან ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტი გამოვარდნილია აი ამ ბოლო ერთი წლის პროცესებმა რეალურად ეს მოიტანა რომ ღია მმართველობის პროგრამაში ჩვენ აღარ ვართ. კი და იქ მაგალითად იყო ძალიან ესეთ მინიმალურ თანხაზე იყო საუბარი 3000 ევრო თუ რაღაც არ იყო დიდ თანხებზე საუბარი და თქვათ მერია აცხადებდა რომ 100 იდეას დავაფინანსებთ რომელიც თემის რა ვიცი კეთილდღეობასკენ იქნება მიმართული და თქვათ ეს კონკურსი ჩატარდა. იქ ახლა ეს კონკურსიც ალბათ უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე წარმომიდგენია რომ საქართველოს შეიქმნება, მაგრამ ჩვენ რასაც ვიყენებთ ხოლმე ორბელიანი მეტი ამ შემთხვევაში არის რაღაცა კრიტერიუმები, ჩვენი თქვათ ჟიურის წევრები, ანუ გარდა იმისა, რომ იდეის პირველი ეტაპი გადის, რომ გაიცხრილოს, რამდენად ჭირდება, თქვათ მოთხოვნებში იდეის სტრუქტურა, მერე არის უკვე ჟიური აკეთებს რაღაც pitching-ს ვეძახით, შერჩეული shortlist-დან, ანუ შერჩეული რაღაცა მცირე ჯგუფი და მერე ხდება უკვე გამარჯვებულების გამოვლენა და მერე უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხის მონაწილეობა აჩვენებს ის იდეა, რამდენად მართლა ღირებულია ადგილობრივისთვის. თუ ვერ აგროვებს, თქვათ ის 70%-საც ვერ იღებს, ხო? რეალურად ეს არის მონაწილეობით ბიუჯეტირების ტიპის აქტივობა თქვენ შემთხვევაშიც და მონაწილეობით ბიუჯეტირება ჩვენთანაც ბევრმა მუნიციპალიტეტმა უკვე დანერგა. თუმცა აქაც პრობლემა არის მაინც ის, რომ ფორმალური სახე მიეცა. აი პირველი ეტაპი, როცა ასეთ ცენტრალიზებულად არ კონტროლდებოდნენ, მოკლედ რაღაცა გარკვეული ტიპის თავისუფლებები ჰქონდათ მუნიციპალიტეტებს მაინც და ახალი იყო პროგრამა, მაშინ ენთუზიაზმით შეხვდნენ და მართლა თითქოს დაიწყეს ამ პროგრამის რეალურად განხორციელება, თუმცა აი ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ პრაქტიკულად ესეც ფორმალობად იქცა და ძალიან ხშირად ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ან IP-ს თანამშრომლებს ან რაღაცა შეაქვთ პროექტები, რომლებიც შემდეგ რატომღაც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებენ და ხორციელდება მაინც ის პროექტი. ეს სამწუხარო რეალობაა, იმიტომ რომ მონაწილეობით ბიუჯეტირება ძალიან კარგი მექანიზმი იყო მოსახლეობის გასააქტიურებლად და მე მახსოვს მცხეთაზე ახლა რადგან მცხეთაში ცხოვრობთ, მცხეთაში ჩვენ ტრენინგის ჩაუტარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, როგორ უნდა გაეკეთებინათ კარგი პრაქტიკის შემთხვევაში და მზად ვიყავით, რომ როგორც ნორმატიული ბაზა მიგვეცა მათთვის, ისე საკომუნიკაციო სტრატეგია და დავხმარებოდით პირველ ეტაპზე, თუმცა იმ წელს რატომღაც უარი თქვეს და მე უკვე აღარ მიმდევნებია მცხეთამ რამდენად კარგად გააკეთა ეს. თუმცა გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთ-მთიანეთში რაღაც მუნიციპალიტეტებში არის დანერგილი, მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო მონაწილეობის ეს ფორმაც რაღაც ფორმალობა დაქციეს სამწუხაროდ. აი რა არის ამის გამოსავალი, როგორ ფიქრობ?
იქნებ მეტი დეცენტრალიზაცია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მეტი შესაძლებლობა, უпросто მეტი დამოუკიდებლობა გქონდეს და თუ მიხვდება რომ მისი უფროსი არა პარტია, არამედ ხალხია, იქნებ მერე მიხვდეს იმასაც, რომ სწორედ ხალხს უნდა დაეკითხოს და ანგარიში გაუწიოს მის ინტერესებს. აი, კი, სხვათა შორის არ ვიცი, ალბათ გსმენიათ საზოგადოებრივი ასამბლეა, რაც შეიქმნა რეგიონის ჯგუფიც არის საზოგადოებრივ ასამბლეაში და მეც როგორც რეგიონის წარმომადგენელი ვარ და ეხლა ხანს გავაკეთეთ მცხეთის მუნიციპალიტეტში ასამბლეა იგივე და მოკლედ ესე აქტიური მოქალაქეები ნელ-ნელა ვერთვებით და ერთ-ერთი თემა რაზეც ვსჯელობთ ხოლმე და გვინდა რომ უფრო ფართო გავიტანოთ და მოსახლეობას ჩაერთოს ეს არის რეალური მართლა დეცენტრალიზაცია და მოსახლეობასაც გავიაზროთ მე ჩემ თავსაც გულისხმობ ამ ყველაფერში რას ნიშნავს ეს რა არის მოცემულობა და თქვათ საუკეთესო შემთხვევაში რა უნდა იყოს და ეს რესურსები იმდენად რაღაც ხან ანომალია ხოლმე და რეგიონი ესე რომ თითქოს რაღაც უმოძრაოა წლები ხო 30 წლის ვარ და არ ვიცი ხა ძირთადად გონი იგივე სიტუაცია სულ რეგიონში რაც იყო ეს ძირთადად ხელისუფლების ცვლილება დიდად არ აისახება ხოლმე რეგიონის მდგომარეობის ცვლილებაზე და ამას რაღაცა მიზეზი ხომ უნდა ქონდეს ლოგიკური რატომ ხდება ეს და ერთ-ერთი არის ზუსტად ეს რომ რესურსების მობილიზება ან თქვათ გადანაწილება ძირთადად ხდება ცენტრი და მე ცენტრი გინაწილებს შენ ამ დროს როდესაც შენ გეხება ერთი მაგალითი რის გამოც მგონია რომ რატომაც თქვათ ეს სამოქალაქო აქტივობებში ჩავერთე მიზეზი რატომაც არის ის არის რომ თქვათ მე სადაც ვცხოვრობ სოფელში იმ ქუჩაზე სადღაც 2 წელი იყო ორმო არც თუ ძალიან დიდი და იმის გამო რომ თქვათ სოფელს არ გააჩნია თავისი ფინანსური რესურსი ეს გზაც ეკუთვნოდა თქვათ ცენტრალურ თქვათ საგზაო დეპარტამენტს და ამაზე პასუხისმგებლობას ორმო ვერავინ ვერ ამოაქვს 2 წელი იყო ამ ორმოში საბურავი რომ შემთხვევით ვიღაცას ფეხი არ ჩაუვარდეს ხო და ანუ იმდენად ისეთია რა თან გაგეცინება მაგრამ გასაბრაზებელიც არის რომ მით უმეტეს მუხრანში ვცხოვრობ და 7000 მოსახლეობა და ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გძლიერი სოფელი არის და ამის გაჭირვება არ უნდა გქონდეს ხო ერთ იქ რაღაცა სოფელი არ არის იურიდიული პირი და თავად სოფელი ვერაფერს ხო და აი იმდენად ეს სტრუქტურულად არის ხო მუნიციპალიტეტი ვერაფერს გააკეთებდა იმიტომ რომ სავარაუდოდ შიდა სახელმწიფოებრივი გზა არის გზების დეპარტამენტს ეკუთვნის მუნიციპალიტეტი ამოვავსებდა ორმოს მოვიდოდა აუდიტის სამსახური დაუწერდა ქვია ოქს რომ შენ არასწორად გახარჯე თანხა ამის გამო დააჯერებდნენ მოკლედ მთელი უბედურება გქონდა საგზაოსაც ამ დროს 1-2 გვაქვს 2 წელი ხო აი ფაქტია რომ სადღაც სისტემა სტრუქტურა არ მუშაობს ხო 2 წელი როდესაც 2 აღმოსავსები გაქვს და ხო და ბოლოს მიდიხარ ისე რა ვიცი ალბათ კონსტიტუციამდე საბოლოო ჯამში ხო ამიტომ არის მნიშვნელოვანი დეცენტრალიზაცია მე მანდ მეორე თემა ახლა მცხეთას როცა ზოგადად ყველა მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა თუმცა აი მცხეთა თვითმმართველ ქალაქად გამოიყო 2013 წლის რეფორმის შემდეგ მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო და ზოგადად ამ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფა ცალკე და სათემო მუნიციპალიტეტების ცალკე განვითარება ამითაც იყო მნიშვნელოვანი რომ ყოველთვის აი ამ წირფ დაფინანსებაში და ფინანსურ შესაძლებლობებში მუნიციპალიტეტები ცდილობენ რომ ადმინისტრაციულ ცენტრებს, ქალაქებს უფრო მეტად მოახმარონ ვიდრე სოფლებს და შემდეგ ეს უკმაყოფილება სოფელში უფრო მეტად იზრდება. მერე იმის გამო რომ ვერ გვარდება ელემენტარული პრობლემები, სოფლები იცლება, მოკლედ ურთიერთკავშირშია ყველაფერი და აქთან გამომდინარე განვითარებაც არათუ ვერ ხერხდება, სერიოზულად ფერხდება და ადამიანებისგან ვერ დაცლილ სოფლებს ვიღებთ და ეს ძალიან ცუდია. ისევ რომ დაუბრუნდეთ აი ამ სათემო ინიციატივებს. როგორ ფიქრობ ბოლო წლებში აი თქვენი ორგანიზაციის გამოცდილებით მოსახლეობა უფრო მეტად არის გააქტიურებული თუ არა? ჩვენ რაც გვაქვს ეს 2020 წლიდან ხო ესე ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ალბათ იყო საქართველოში ტენდენცია, რომ თქვათ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ფუძდებიან ძირითადად თბილისში, ცენტრში, თქვათ, რეგიონში ან არ არის ადამიანური რესურსი საკმარისი, ან ინტელექტუალური ბაზა იმისთვის, რომ ეს რაღაცა
დიდი პროექტების აკუმულირება მოხდეს იქით, იმიტომ რომ თქვათ თუნდაც განცხადების გაგზავნის პროცესი არის რთული და ასე შემდეგ და ბოლო წლებში ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამარტივდა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებსაც მიეცათ შესაძლებლობა მათ შორის საინიციატივო ჯგუფებსაც და საერთოდ აღარ არის იყო საჭირო იურიდიული პირის სტატუსის არსებობა და ამან უფრო მეტად გააქტიურა განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ახალგაზრდები არიან. ის რო თქვათ იდეები წამოვიდა იმათი დაფინანსების შესაძლებლობა მიეცათ. უბრალოდ ეხლა უკვე ეს სახელმწიფოს მიდგომა რაც არის თუნდაც წამოგეციათ ეს ახალი კანონმდებლობა. ეს კანონი გრანტების შესახებ და დამოკიდებულება ხელისუფლების თქვათ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმართ, იმიტომ რომ ნუ ცხადია ეს არის ერთადერთი წყარო. რამდენად იმოქმედა აი ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა და ამ სტიგმატიზაციამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ თავად მოსახლეობაზე მე მაგალითად ბევრს ვესაუბრები რეგიონებში და ბევრი აღნიშნავს რომ რაც ეს კანონი მიიღეს იმ ადამიანებმაც კი ვინც ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ჩვენი პარტნიორები იყვნენ დისტანცირება გადაწყვეტეს იმისთვის რომ რაიმე პრობლემები არ შეექმნას ამას თქვენს გრძნობთ არის ეს პრობლემა მოსახლეობაში გაჩნდა შიში ამ ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ეხლა ზუსტად თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში რაც გვაქვს პროექტი იმერეთის რეგიონში მან თქონა ძალიან სამწუხარო ფაქტი რაც ბოლო წლების განმავლობაში კი არა საერთოდ არ ქონია ორგანიზაციას ვანის მუნიციპალიტეტიდან იყო სკოლის მასწავლებელი ხარ და ვასახელებ კონკრეტულად რომანის სკოლის შემოტანილი ჰქონდა ძალიან კარგი იდეა და სხვათა შორის ჩვენ რეგიონებიდან ძირითადად სკოლებიდან ვიღებდით ხოლმე და ვიღებთ დღემდე იდეებს ინტელექტუალური რესურსი იქ არის და განსაკუთრებით თქვა შიდა ეს სივრცეები ახალგაზრდებისთვის და კეთილმოწყობა ბიბლიოთეკები და აღჭურვა ტექნიკური და იდეა რაც იყო შემოტანილი ისევ რაღაც ბავშვებისთვის სივრცის მოწყობაზე გაიმარჯვა ამ იდეამ და ნუ დირექციისგანაც ჰქონდა რასაკვირველია თანხმობა მაგრამ გამარჯვების შემდეგ მეორე დღესვე გაატანინეს ეს იდეა ესეთი ფაქტი ჩვენ არასდროს არ ქონია ნუ მიზეზი ის რომ თქო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ არის დაფინანსებული და მაინც თქო რაღაც პრობლემები ხო თავი შევიკავოთ და ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი იგივე ეს მიუთითებს რომ თქო ეს რაღაცა საჯარო სივრცეში ვინც არიან დასაქმებულები და ვისაც აქვთ мотиваცია რომ უკეთეს გარემო შექმნა მათი მოსწავლეებისთვის ამათ რაღაცნაირად უფერხდებათ საქმიანობა რეალურად იმ სათემო ორგანიზაციებშიც აი რაც კი წირად არსებობს ახლა და ბევრი დახურულის პირასაა უკვე და ფინანსური პრობლემები აქვს და შიშიც რა თქმა უნდა იმის რომ რაღაცა პრობლემა არ შეექმნას ამ ადამიანების არც თუ ისე პატარა ნაწილი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები საჯარო მოხელეები არიან ან პედაგოგები არიან ვინც აქტიურია ადგილობრივ საზოგადოებაში სწორედ ესენი არიან აქტიურები და ესეც ქმნის პრობლემას, იმიტომ რომ საჯარო მოხელეს ურჩევნია დარჩეს საჯარო მოხელედ, იმიტომ რომ იქ რაღაცა სტაბილური შემოსავალი მაინც აქვს და აი ამ აქტივიზმს თავს ანებებს. და ამ პროექტების განხორციელება და ამით ზიანდება ისევ თემი, იმიტომ რომ იქ ეს აქტივიზმი აღარ არის, ეს ნიშნავს რომ არანაირი სიახლე არ შედის, არანაირი პროექტი აღარ ხორციელდება დამატებით მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად და ეს უკვე პრობლემაა. თან ის არის რომ იდეები რაც შემოდის ხო არ არის რაღაც, არ ვიცი, ფუფუნების საგნები პრინციპში არა, ანუ ეს არის რაღაცა ყოფით ადგილობრივ პრობლემებზე, იქნება ეს არ ვიცი, ახალგაზრდებისთვის შეხვედრის სივრცე, იქნება ეს პროექტორი. აი წეგან ბაღებზე საუბრობდით და ადრე გვქონდა ერთი იდეა, უბრალოდ ახლა ბაღში ჩვენ თქვათ კომპიუტერებს და რაღაც ესეთ ტექნიკურ მოწყობილებას ვერ შევიტანთ, არ გვაქვს მაგისი არც ფინანსური რესურსი და არც უფლება, იმიტომ რომ ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. გვქონია შემთხვევა, რომ ბაღში არ ქონიათ თქვათ ეს ტექნიკური აღჭურვილობა და შემოუტანიათ ჩვენთან იდეები და ხო ეს არ არის ამ საუბარი არ არის რაღაც არ ვიცი. რაღაც ლაბორატორიების შექმნაზე, ხო? აქ საუბარი არის რაღაც ახალგაზრდებს და მოსწავლეებს რომ უნდა ქონდეთ ეს მინიმალური განვითარებისთვის. იცი რა მაინტერესებს ეს პროექტები ყოველთვის ადგილობრივ საჭიროებებს ეფუძნება. თუ გაქვთ რაიმე ან გქონდათ აქამდე ურთიერთობა თავად ადგილობრივ ხელისუფლებებთან, იმიტომ რომ რეალურად ანალოგიურ პროექტებს ახორციელებთ, რასაც უნდა აკეთებდეს და აგვარებდეს თვითმმართველობა.
თუ გქონდათ ეს თანამშრომლობის რაღაცა მცდელობები ან კარგი პრაქტიკის მაგალითები, როგორი ურთიერთობა ქონდა, როგორ იღებდნენ საერთოდ თქვენს აქტიურობას საკუთარ მუნიციპალიტეტში? ხო, ზუსტად მაგიტო გაგვიკვირდა ვანის შემთხვევა, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთ დადებითი ურთიერთობა გქონია ორგანიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობასთან. შეიძლება სივრცის გამოყოფა გჭირდებოდა ტერიტორიის, სადაც რაღაც უნდა მოაწყოთ. თანამშრომლობის გარშე შეუძლებელია. განსაკუთრებით, როდესაც თქვათ სივრცის მოწყობაზე იყო საუბარი, არაერთი შემთხვევა არის, როდესაც ადგილობრივი თქვათ იდეის ავტორს მოეთხოვებოდა მოეტანა საჯარო სივრცის გამოყენების თანხმობა, რასაც მერიისგან იღებდა წილკანშიც გქონდა შარშან ზუსტად მასეთი იდეა, მერიამ გამოყვის საჯარო სივრცე გადასცა იჯარით და იქ მერე ჩვენ რეაბილიტაცია მოხდა იმ სივრცის და აღჭურვა და ამისი ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს. ერთ-ერთი იყო 2022 წელს, თუ არ ვცდები, ზუსტად UNDP-ის და ჩვენი პროექტი იყო, რაშიც რაჭა-ლეჩხუმის თვითმმართველობის ერთობოდნენ მუნიციპალიტეტების მერიები და ეს იყო უკვე სამეტაპიანი, სამნაწილად მოკლედ UNDP-ის თანხა შედიოდა, მერიის თანხა შედიოდა და ასევე მოსახლეობის, ანუ ეს სამი საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტი იყო. პროექტი იყო და ძალიან კარგი გამოცდილება გქონდა. ეს სხვათა შორის მას შემდეგ იმ ერთი შემთხვევაშიც თქვათ მოლოდინი გქონდა, რომ შეიძლება ესე ყოფილიყო, მაგრამ ახლა შექმნეს სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ორგანიზაციამაც და ბუნებრივია დონორი ორგანიზაციები ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ ხო საჯარო სექტორთან ამგვარი კოლაბორაციის თვითონ მათი მხრიდანაც თქვათ ისეთი პოზიცია არის დაკავებული და იმ ეტაპზე არის გადასული ეს კომუნიკაცია და ხაი რაღაცა ყველაფერი რო კარგად თითქოს შედარებით ჩვენი განვითარების მქონე ქვეყნისთვის რო რაღაცა თითქოს წინ მიდიხარ და მე უცებ ხო ეს ყველაფერი იკეტება და უკვე მე უკანსვლა იწყება ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ რა ვიცი მეც და ჩვენი გუნდიც გამოსავალში ხედავ როგორ ფიქრობ როგორ შეძლებთ განვითარებამ რომ ერთი მხრივ უნდა ითანამშრომლოთ მუნიციპალიტეტთან იმიტომ რომ სხვანაირად პროექტები შეიძლება ვერ გააკეთოთ მეორე მხრივ უნდა ითანამშრომლოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლის გარკვეული ნაწილი საჯარო მოხელე შეიძლება იყოს, ნაწილი არა, მაგრამ მას კონდეს შიში თქვენთან ურთიერთობის. იმდენად სტიგმატიზებულები ვართ უკვე. როგორ რა გამოსავალს ხედავთ, როგორ ხედავთ პერსპექტივას თქვენნაირი ტიპის ორგანიზაციის საქმიანობის და სათემო აქტივიზმის საერთოდ? აი ჩვენ შემთხვევაში მაგალითად და რას მოუტანს ეს ადგილობრივ მოსახლეობას? მაგალითად დონორი ორგანიზაციის რაღაცა თქვათ მოთხოვნა თუ არ არის, გქონდა USAID-ის შემთხვევაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებმა მიიღო მაშინ გადაწყვეტილება, რომ ყველანაირი სახელმწიფო ინსტიტუტისთვის შეეჩერებინა თავისი პროგრამა და მათ შორის მოყვა სკოლების და შესაბამისად ერთი წლის წინ იყო, როდესაც სკოლებიდან ვერ მივიღეთ იდეები. თუმცა ჩვენ როგორც ორგანიზაცია თუ თქვა რაღაც დონორი ორგანიზაციიდან ეს შეზღუდვა არ არის, ჩვენ მზად ვართ, რომ აქამდეც როგორც თანამშრომლობდით ბაღებთან და სკოლებთან იგივე მასშტაბით გავაგრძელოთ. რაც შეეხება უკვე თვითმმართველობას, ეს ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაც არის, რომ მათი მხრიდან არ მგონია რომ ამისი მსაუბრა იყოს, ეს რაღაცა ურთიერთობა ჯერჯერობით გაყინულია და ერთი არის, რომ ჩვენ ფიზიკური პირებისგანაც ვიღებთ იდეებს, არ არის აუცილებელი რომ ორგანიზაცია იყოს. ამასთანავე ჩვენ ფინანსურად ყველანაირად ვეხმარებით ხოლმე, ამიტომ მათ არ სჭირდებათ იურიდიული სტატუსი ამ შესწყვეტებთან დაკავშირებით. ერთი რასაც ვფიქრობთ, თუნდაც ეს ფაქტი, რომ დონორი ორგანიზაციებიც უკვე თავს იკავებენ ხო საქართველოში რაღაცა დაფინანსებისგან სამოქალაქო სექტორის, რაღაცნაირად რო ვთქვათ, ალბათ ხსნა არის ისევ კერძო სექტორში, იმიტომ რომ ამის მაგალითები საერთაშორისო თქვათ სახალხო დაფინანსების სივრცეში არის ძალიან დიდი კორპორაციები და კომპანიები მოსახლეობასთან ერთად აფინანსებენ იგივე თქვათ რაღაცა ადგილობრივ იდეებს და ეხლა ხანს თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავით ესეთი საქმიანი ვიზიტით და იქ ზუსტად სათემო ფონდები რაც არსებობს თვითონ იქნება ეს მაგალითად ჩვენ მაგალითად თუნდაც მცხეთის სათემო ფონდი იყოს ან არ ვიცი ოზურგეთის სათემო ფონდი იქ ადგილობრივი მეწარმეები ვინც არიან ან თუნდაც მოსახლეობა იქ უკვე ეს ძალიან მასიური კულტურა არის რომ მათ ყოველთვის შეაქვთ რაღაც ფონდში თანხა და მე იმის იქიდან ხდება ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსება. კი, თუმცა აქ პრობლემა ისაა, რომ ამისი არც გამოცდილება ქონია და მეორე ადგილობრივი ბიზნესიც რეალურად არ ყავს. ამიტომ ისევ მაშინ უნდა კონცენტრირდე რაღაცა ერთი ფონდის გაკეთებაზე, სადაც კერძო სექტორი აიღებს ვალდებულებას ან სურვილის პასუხისგებლობას, რომ ის სექტორი, რომელიც პრინციპში ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, საზოგადოებრივი, თქვათ, რაღაც ცნობიერების ამაღლება, განვითარება, ასევე ხელს უწყობს ბიზნესის, თქვათ, განვითარებას.
იგივე თქო ადამიანური რესურსის გადინება რო თავიდან აიციდო მინიმუმ ამაში თუ თქო ჩადებს ინვესტიციას მგონია რომ პრაგმატული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება ბიზნესისთვის ამიტომ არ ვიცი ჩვენ ამბიცია გვაქვს და იმედია რომ ესეც მოხდება რომ როგორც სახალხო დაფინანსება რაღაცნაირად შემოვიტანეთ სივრცეში იქნება ესე გაკეთდეს ბიზნესის შემთხვევაში სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იყოს საზოგადოების ყველა წრის წარმომადგენელმა ეს თან გადასარჩენია ეს სფერო და როცა ხედავ პოტენციალს რომ უფრო და უფრო რაღაც აქტიურდება განსაკუთრებით რეგიონებში და ეს ერთ-ერთი სივრცე არის რომელიც განვითარების შესაძლებლობას აძლევს ძალიან დასანანია რომ ეს უცებ ჩაგდეს მით უმეტეს იმდენი სიცოცხლის ესეთ განვითარების დონეზეც არ არის რომ რაღაცნაირად თვითკმარი იყოს თუნდაც სოციალური საწარმოები ჰქონდეთ არის გარკვეული ორგანიზაციები რომელსაც აქვთ ამისი პოზიტიური გამოცემა მაგრამ ეს მასიურ სახეს არ ატარებს სამწუხაროდ და ის ზუსტად ეს სახალხო დაფინანსების პლატფორმაც რო გაკეთდა მიზანი იყო რომ როდესაც დონორები ხო რაღაც ეტაპზე ქვეყანა რო ვითარდება იგივე USAID იმიტომ იყო საქართველოში რომ ჩვენ ვართ განვითარებადი სახელმწიფო საერთოდ არ შევა ხო ის რაღაც ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში და იმ ეტაპამდე უნდა მისულიყო რომ როდესაც დონორი ორგანიზაციები დატოვებდნენ საქართველოს ადგილობრივი რესურსი ყოფილიყო საკმაოდ სამწუხაროდ ეს იმაზე ადრე მოხდა ვიდრე ქვეყანა ამისთვის მზად იყო და ეხლა რაღაც ფორს მაჟორში გვიძევს მადლობა მე არ მინდა რომ ასე პესიმისტურად დავასრულოთ მაინც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მე მაინც მგონია რომ რაღაცა აცვლებები ქვეყანაში მოხდება და ჩვენ დაუბრუნდებით იმ ძველ კალაპოტს რაშიც ვიყავით და შევძლებთ არა მხოლოდ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას იმიტომ რომ ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებით ვინც რეგიონებზე ვართ ორიენტირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ თუ ადგილობრივი თემის გაძლიერებაზე და ეს ერთმანეთთან კავშირშია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევძლოთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა, ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც მათ შორის ურთიერთობა და მე მაინც იმეც ვიტოვებ რომ ამ ეს ცვლილებები მოიტანს ისევ და ჩვენ ამ საქმიანობების გაგრძელებას შევძლებთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის ქვეყნისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. დიდი მადლობა. დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ცხადია გავაგრძელებთ ჩვენ პოდკასტების სერიას. მადლობა.